მოგესალმებით, მე ვარ ფიტნეს ინსტრუქტორი ავთანდილი. ავთანდილი ფიტნეს ინსტრუქტორია, სალომე ტანვარჯიშ სასწავლის, გიორგი ცურვას. ეს ყველაფერი თბილისის ახალ სპორტ კომპლექსში ხდება. დიდი ღომში გახსნილ მერიის საზოგადოებრივ ცენტრს ხალხი საკუთარი ჯიბიდან აფინანსებს. დოკუმენტების თანახმად აქ 170 თანამშრომელია დასაქმებული. ვინც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფას იღებს და აქ მუშაობით სარგებელი თბილისისთვის უნდა მოქონდეს. აუზი საით არის? ეს არის მთავარი რესეფშენი, ხო? ქალბატონ თამუნას ვეძებ, თაკო გაჩეჩილაძეს, ზარგეცნობათ? არა. ბატონი თემო თათარაშვილი. კი ბატონო. ანუ თაკოც არაზოს არ გინახავთ ხო აქ? არც თემო თათარაშვილი? შაბათის ეთერმა აღმოაჩინა, რომ დედაქალაქის მერიის საზოგადოებრივ ცენტრში ქართული ოცნების მხარდამჭერი არაერთი მომღერალი და მსახიობია დასაქმებული. ჩვენ მოვიპოვეთ სახელფასო გადარიცხვის სია, საიდანაც დგინდება, რომ ყოველწლიურად ამ მომღერლებს და მსახიობებს ჯამურად დიღმის სპორტული კომპლექსიდან 150,000 ლარზე მეტი ერიცხებათ. ამიტომ ახლა ვარკვევთ, რა საქმიანობენ ისინი. 12 საათი დაიწყო უკვე და სამსახურში უნდა იყვნენ ეს ადამიანები და მაგიტომ მოვედი მათ სანახავად. იმიტომ რომ თქვენი თანამშრომლების სია მაქვს და სად არიან სამსახურში არ დადიან ესენი? თაკო გაჩიჩილაძე არ დადის სამსახურში? არც გინახავთ აქ არას დროს? თემო თათარაშვილიც არის საყოფილო სამსახურში? არ დადის? დღეს არ მოსულა? თამუნა აბზიანიძე? არც ეს. არ ძუკა არ მოსულა? აუზის რეგისტრატორი გვეუბნება, რომ სამსახურში მომღერლები არ დადიან. ქართული ესტრადის ვარსკვლავებს, რომლებიც დედაქალაქის მერიას დიდი დიღმის საცურაო აუზის თანამშრომლებად ყავს გაფორმებული, კომპლექსში დასაქმებულ სხვა საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, ანაზღაურებაც სამჯერ მეტი აქვთ. აუზის ადმინისტრატორი ზაზა ცინაძე ამბობს, რომ ქართულ ცნობილ შემსრულებლებს თავისუფალი გრაფიკი აქვთ, ვისაც როდის უნდა, მაშინ მოდის. ბატონო ზაზა, თემო თათარაშვილს ვეძებ, სამსახურში მოვიდა? ამ წუთში არ არის, იმიტომ რომ თავისუფალი გრაფიკი. თაკო გაჩეჩილაძე? თავისუფალი გრაფიკი. ზუკა ხუციშვილი სად არის? თამარა ბზიანიძე? ამ წუთში არ არის. სამუშაო დღე არის დაწყებული და სად არის ეს ხალხი? სამუშაო დღე გასაგებია, რომ არის დაწყებული, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი სპეციფიკა. ვისი პედაგოგები არიან ესენი? შეგიძლიათ მითხრათ რა ევალება ამ ადამიანს? აი მაგალითად ბატონ თემურ თათარაშვილს. ცურვას ასწავლის კალათბურთს თუ ფრენბურთს? ვისი პედაგოგია ბატონი თემური? სპორტთან არ აქვს შეხება. რასთან აქვს შეხება ბატონ თემურს? კულტურასთან. როგორც ჩანს, თბილისის მერმა ამ სპორტულ კომპლექსში გადაწყვიტა გამოსცადოს, რა როლი ექნება მუსიკას სპორტული აქტივობების განვითარებაში. სახელფასო გადარიცხვის დოკუმენტების თანახმად, თემურ თათარაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში 1568 ლარს იღებს. წყარო შაბათის ეთერს უყვება, რომ თათარაშვილი ფიქტიურადაა დასაქმებული და ის არაფერს აკეთებს. ჩემპიონი თემურ თათარაშვილი გისმენთ. გამარჯობა ბატონო თემურ. გამარჯობა. აუზე ვინ მოგაწყოთ უბრალოდ მაინტერესებს. დიდი დიღმის აუზე. აუზე, რომელ აუზე? ბატონო თემურ, თქვენ ხო ხელფასი გერიცხებათ. აუზე არ არის. დიდი დიღმის მულტიფუნქციური ცენტრიდან. მოწოდე, შენ რო ლაპარაკობ, მე შემილია ვილაპარაკო. რა დიდი დიღმის დის ფუნქციის რებს ლაპარაკობ. იქ არის კულტურაც, იქ არის სპორტიც და განათლება და უნდა იცოდე, ჯერ უნდა გაერკვიო. არა, რა საქმიანობთ ბოლოს სამსახურში როდის იყავით, ხო შეიძლება ამის შესახებ ვისაუბროთ? ორი კვირის უკან ვიყავ, მე ვარ დისტანციურზე. როცა არის საჭირო, მაშინ მიძახებენ და მივდივარ. დიახ. და არა მაქვს მე არანაირი, ესე იგი, ეხა სურვილი რომ აჩოტები ჩაგაბაროთ თქვენ. მომღერალი თემურ თათარაშვილი გვიმტკიცებს, რომ დიღმის საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც ცურვას, კარატეს, ტანვარჯიშს და აკვაერობიკას ასწავლიან, დისტანციურად მუშაობს. ამიტომ ვეკითხებით, რა ფუნქცია მოვალეობას ასრულებს მომღერალი დისტანციურად. მეორე აღარ გაბედო, არავითარ შემთხვევაში მე არ შეგხვდებით, უტიპრები ხართ და მორჩა შეგიძლიათ ეს გაუშვათ ტელევიზიით.
კითხვაზე პასუხის ნაცვლად ლანძღვა მივიღეთ. ამიტომ ახლა დიდი დიღმის სპორტულ კომპლექსში, სადაც არც მუსიკის გაკვეთილები ტარდება, არც ვოკალის, არც მხატვრული კითხვის და არც ფორტეპიანოსი ვარკვევთ. რა საქმიანობს თემურ თათარაშვილი? როდის დასაქმდა თქვენთან თემური თათარაშვილი? დაახლოებით 1 წელი. 1 წელია? დიახ. და თქვენი ცენტრი როდის გაიხსნა? ჩვენი ცენტრი რამოდენიმე თვეა. 1 წელია როგორ დასაქმდა? 1 წელი მუშაობს, მანამდე ცენტრი ფუნქციონირებს. გაიხსნა და მანამდე, აქტიურ რეჟიმში ვიყავით, რომ ცენტრი ფუნქციონირებისთვის ყოფილიყო და გვემუშავა. გაიხსნა ოქტომბერში, მაგრამ თათარაშვილი 1 წელი აქ მუშაობს? ყველა 1 წელია მუშაობდა. ირკვევა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი მომღერლები მერიის სპორტულ ცენტრში იქამდე დაასაქმეს, ვიდრე აუზში წყალს ჩაასხამდნენ და ბატუც გაჭიმავდნენ. დირექტორი ამბობს, რომ გახსნამდე მომღერლები და მსახიობები იდეებზე ფიქრობდნენ. და რა საქმიანობდა 1 წლის განმავლობაში, რა საქმიანობას კულტურულ ეწეოდა? პროგრამების მიმართულებით, პროგრამების შედგენაში ვიყავით, რომ კონცეფცია შეგვემუშავებინა, რა პროექტები უნდა დანერგილიყოს ცენტრში. ბოლოს რა გააკეთა აქტიობა ბატონმა თემურ თათარაშვილმა? რა ღონისძიება ჩაატარა? კონცეფცია გვაქვს მაგას. და მუშა პროცესში ახლა კონცეფცია. ხო და რა საკეთებს? სამსახურში რატო არ არის ახლა? ეხლა ხო. თავისუფალი რეჟიმია ბატონ თემურს და ასევე კიდე იმათ მის გაინტერესებს თქვენ. და როდის მოდის ხოლმე ბატონი თემური სამსახურში? თავისუფალი ხელშეკრულებით აქვს თავისუფალი რეჟიმი. ჩვენს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში აღმოვაჩინეთ, თემურ თათარაშვილის გარდა ამავე სპორტულ ცენტრშია დასაქმებული მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე. ის მომღერლებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამშრომელია. წელიწადში მისი ხელფასი 21,000 ლარზე მეტია. რა გნებავთ? თაკო გაჩეჩილაძესთან მუსიკის გაკვეთილი აქვს. არ არის თაკო დღეს სამსახურში. სურვას ასწავლის თუ მუსიკას? არ არის ეხლა ამ წუთას. თაკო როდის იყო ბოლოს? ირკვევა, რომ თაკო გაჩეჩილაძე აქ ფიქტიურადაა დასაქმებული და ის სამსახურში რეალურად არ დადის. რადგან საქმე საბიუჯეტო თანხების სავარაუდო გაფლანგვას ეხება, ჩვენი მოვალეობაა გადავამოწმოთ. თაკო გაჩეჩილაძე ჩვენ ზარებს არ უპასუხა. მის საცხოვრებელ მისამართზე კი მამა, ცნობილი მუსიკოსი გივი გაჩეჩილაძე დაგვხვდა. ბატონო გივი, თაკომ კარგად იცის ცურვა? ვერ გავიგე? აუზე ხომ არის დასაქმებული? როგორ დასაქმებული? აუზე მუშაობს დიდი დიღმის. მაღდენი არ ვიცი წარმოადგენა არა. არა ხო? მაინტერესებდა რა სამომავლო გეგმები ქონდა აუზის განვითარებასთან დაკავშირებით თაკოს. მივდანდით თაკო კონსერვატორიაში და დაელაპარაკეთ. თაკო გაჩეჩილაძე ჩვენ დაგვემალა. არ გაგვცვა პასუხი კითხვაზე წელიწადში 21,000 ლარის სანაცვლოდ რა საქმიანობს თბილისის მერიის სპორტულ კომპლექსში. ჩვენ მისმა დამგვითხრა, რომ მომღერალს ჩვენთან საუბარი არ სურდა. ჩვენი ინფორმაციით დიდი დიღმის საცურაო აუზი არის დასაქმებული და საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაც აქვს ქალბატონ თაკოს და გვაინტერესებს როგორ დასაქმდა, გასაუბრება გაიარა თუ არა და რა საქმიანობს, რა გეგმები აქვს ამ საცურაო აუზთან დაკავშირებით. არ ვიცი, ნომერი გექნება თქვენ ალბათ. ნომრის გაგება არ გაგიჭირდებოდათ და დაურეკეთ თქვენ თვითონ. იცით რა, სამწუხაროდ არ მპასუხობს, მე ვურეკავდი დღესაც და ამიტომ მინდა რომ შუამდგომობა გაგვიწიოთ. გადავცევ ამ ნომერს და რავი, ვეტყვი დაგიკავშირდეთ, მაგრამ თუ არ დაგიკავშირდეთ, შეიძლება არ სურს ამ თემაზე საუბარი, არ ვიცი. ისე როდის დასაქმდა ამ აუზზე? ხარით. აი, ნამდვილად ვერ გეტყვით, არ ვიცი. დასაქმებული რა ვიცი, მაგრამ როდის ნამდვილად არ ვიცი. ამავე სპორტულ ცენტრშია დასაქმებული მსახიობი ანზორ ბიბინეიშვილი. ის აქ გაფორმებულ მსახიობებსა და მომღერლებს შორის თაკო გაჩეჩილაძის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადია. ბატონო ანდი, მე მაინტერესებს სპორტის რომელი სახეობაა თქვენი ძლიერი მხარე? დიდი დიღმის საცურაო აუზზე ხართ დასაქმებული, 1400 ლარი გაქვთ ხელფასი. რა საქმიანობთ? სამსახიობო თეატრალური ხელოვნება იმდინარეობა მაღარია მე და ღონისძიებას ვაკეთებ სხვადასხვა მიმართულებით. მსახიობი და პროსახელისუფლებო ტელეკომპანია პოზიტივის წამყვანი გვიდასტურებს, რომ ის უკვე 1 წელია აქ მუშაობს. ჯერ არც ერთი ღონისძიება არ ჩაუტარებია და 1 წელი ხელფასს ფიქრში უხდიდნენ, როგორი უნდა იყოს 1 ივნის დაგეგმილი ბავშვთა საერთაშორისო დღე. პირველი ივნისისთვის ვერზადებით, რომ
კონდეს სხვადასხვა საბავშვო სპორტული და გასართობი ღონისძიებები. ვერა ხსენი. ძალიან კარგად ახსენეთ ბატონო ანრი და მეც გამოვიტანე შესაბამისი დასკვნა რომ აქამდე თუ ღონისძიება ჯერ არ ჩანიშნულა შესაბამისი სივრცეები არ არის გამოყოფილი თქვენი წრისთვის და თქვენი მიმართულებისთვის შესაბამისად ხელფასი გერიცხებათ იმაში რომ არაფერში გერიცხებათ ხო? არა, ხელფასი ირიცხება იდეებში, რეგლებში და მას რაღაც მასშტაბურ სხვადასხვა ღონისძიებებში რა არის გაუგებარი. შაბათის ეთერმა თბილისის მერიიდან დოკუმენტების მოპოვების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ამავე დიდი დიღმის სპორტულ ცენტრშია დასაქმებული ყოფილი მომღერალი თამუნა აბზიანიძე. ის ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერია და პარტიაში შეხვედრებიდან ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. სხვა მომღერლებთან და მსახიობებთან შედარებით თამარ აბზიანიძეს შედარებით დაბალ ანაზღაურებას უხდიან. ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა დოკუმენტების მიხედვით უკვე 1 წელია დიდი დიღმის სპორტულ ცენტრშია დასაქმებული ცნობილი თამადა კოტე მჟავია. მჟავია სამსახურში არ დადის და არც ისაა ცნობილი, რომელი სადღეგრძელოები უნდა ასწავლოს თბილისელ მოზარდებს დიდი დიღმის სპორტულ კომპლექსში. რა საქმიანობთ აუზე ეს თამადა კაცი? რა მსახიობით რომ მოგემართათ რეკინგი დაბი თამადაცი რო არ დაგეწყოთ არ იქნებოდა ცუდი. იღმის აუზე არ არის მარტო იგი კულტურული სფეროგაბარია ამ შემთხვევაში. რა კულტურული სფეროგაბარიათ? 1 წელია მან ხართ დასაქმებული და კულტურული მიმართულება ჯერ არც მუშაობს მაგაუზე. სტუდიას ახლა ხსნით მის ჩამწერი და თეატრალურ სტუდიასაც ახლა ხსნით. ეხლა რომ ხსნით 1 წელი ხელფას რა შეიღებდით ფიქში? დამედიკეთ ცოტა კაშკა მოგესაუბრებ. კარგად, საგარეო ხმეთზე. ერთადერთი ვინც დიდი დიღმის სპორტულ კომპლექსში დასაქმებული მომღერლებიდან და მსახიობებიდან სამსახურში დადის ზუკა ხუციშვილია. ფიქტიურად გაფორმებულ მის კოლეგებზე ზუკას საუბარი ეუხერხულება. სპორტული მიმართულება აქ მხოლოდ მოწესრიგებული ხა მე რასაც ხედავ რა ამ ცენტრში. ხო და იცით რა მაინტერესებს თემურ თათარაშვილი აუზე რას აკეთებს? სხვა სხვებზე მოვიგი პასუხი. სულ რას ასწავლის თუ რა შუება? აი ხა რა სხვებზე აი რა ხო რა. ეხლა გაჩეჩილაძე მისი მასწავლებელია ტანვარჯიში. სხვებზე კითხებს და რაღაცა ადამიანურად ვსაუბრობთ და რატომ იქნებოდა ერთად გაფორმებული ყველა თქვენი კოლეგა ხო იცით ამის შესახებ რა საქმეა ჩემთან დაკავშირებით რა მეკითხა თუ კიდე გაქვთ გაგცემ პასუხს თუ არა და დადიხართ მარტო ესენი დადია სამსახურში კი ვინ ნახეთ მე სხვა მიმართულებით თუ არა და ძალიან ხშირად ვნახულობ მაგრამ სურის სპეციალისტი თემური ბოლოს როდის ნახეთ კარგით ზუკა ხუციშვილის თქმით, მანამ საზოგადოებრივ ცენტრში ხმის ჩამწერი სტუდია უნდა მოაწყოს. თუმცა ჯერ არ იცის, როდის მიეცემა ამის შესაძლებლობა. ყოველდღიურად გიწევთ სამსახურში სიარული? კი, ვცდილობ, მაგრამ ახლა 24 საათი მაინც სტუდიაში არავინ არ მუშაობს, ახლა რემონტია. იქ არ არის რემონტია, მიქსერიც კი არ გიდევთ და არც ერთი აპარატურა არ აქვს და რასაც ყოფთ ამდენი. რემონტი არ დამთავრებული. 2 წელი მაგრემოც აკეთებ? 2 წელი რემონტი აკეთებ? არა, კაცო, დაგეგმარება იყო შენობა არ დამთავრებულა. რის სანაცვლოდ დაასაქმეს ქართული ოცნების მომღერლები და მსახიობები დიღმის სპორტულ კომპლექსში, სადაც სამსახურში არ დადიან და ხელფას არაფრის კეთებაში იღებენ. ბატონო კახა, მე თუ შეიძლება რომ გავისაუბროთ, რო არ გაიქცეთ, მე კითხვა მაქვს თქვენთან, გამარჯობა. გამარჯობა, როგორ ძახით? კარგად, როგორ ძახით? კახა კალაძე გვიმტკიცებს, რომ თემურ თათარაშვილმა, თაკო გაჩეჩილაძემ, თამარ აბზიანიძემ და ანრი ბიბინეიშვილმა მას სამსახურის დასაწყებად CV გადმოუგზავნეს. მათი მონაცემებით მერია მოიხიბლა და კონტრაქტი გაუფორმა. მომღერალ თემურიზე მინდა კითხოთ. ვინ? თემურ თათარაშვილზე. აუზე თავისი დასაქმდა დიდი ღომში CV გადმოაგზავნა თუ როგორ მოხდა? კი, მერიაში დასაქმებული და მუშაობს. რას აკეთებს? თავის საქმიანობა რაც არის თავის მოვალეობა იმას. და მომღერალი თაკო ეგეს დიღმის აუზია დასაქმებული. ყველა ვინცაც ნახავთ მერიის თანამშრომლებს, ყველა აკეთებს თავის საქმეს. რა მიმართულებითაც არის დასაქმებული. და სამსახურში რატო არ დადიან ბატონო კახა? არც თემურ თათარაშვილი ყოფილა დიდი ხანია სამსახურში და არც თაკო გაჩეჩილაძე. ზეთ მგონი მთელი მერიის შენობაში არ მუშაობს ამდენი ადამიანი, რაც ერთ აიფში ყოლიათ დასაქმებული. წარმოუდგენელი ამბავია სრულად. ძალიან მაინტერესებს ხო, აი ეს თაკო გაჩეჩილაძე რა საქმიანობით არის დაკავებული საცურაო აუზზე.
თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ანა კომლაძე, რომელიც კალაძემ სამსახურიდან ევროპული კურსის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოწერის გამო გაუშვა, გაუგნებულია მერიაში ფიქტიურად დასაქმებული პირების გვარების გაცნობის შემდეგ. ფიქრობს, რომ სახეზეა ხალხის ფულის არამიზნობრივი ხარჯვა, როდესაც პროფესიონალ კადრებს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან უშვებენ და ამ დროს კი ხალხის ფულს პოლიტიკური ერთგულებისათვის იხდიან. რა რეორგანიზაცია ჩაატარეს, როცა კულტურის განყოფილებიდან, 4 კაციანი განყოფილებიდან 2 ადამიანი გაგვიშვეს პოლიტიკური ნიშნით და თურმე აგერ აიფში ამდენი ადამიანი ყავთ დასაქმებული თემურ თათარაშვილი. ხო გასაგებია, ხო არ უნდა ამას ძალიან ბევრი ლაპარაკი რისთვისაც ეს ხო უშუალოდ არ ვიცი, ალბათ იურისტები უნდა დაკავდნენ ამ საქმედ და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, იმიტომ რომ ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არამართლზომიერად ხარჯვა და დანაშაულია. თაკოგა ჩეჩილაძეს არ ცხვენია, მართლა მაინტერესებს, ანუ თავის დას რომ 5000 ლარიანი ჯარიმს უწერენ ქუჩაში და თვითონ რომ აქ მუშაობს და ცეკვავს. რაი მართლა მაინტერესებს. მარიამ კანდელაკიც პოლიტიკური ნიშნით მარტში გაანთავისუფლა კალაძემ. ერთადერთი შემოსავალი, რომელიც მას მისი 4 მცირეწლოვანი სარჩენად ჰქონდა, მერიაში მიღებული ხელფასი იყო. ყოფილი საჯარო მოხელე, რომელიც შესვენებაზეც კი ვერ ახერხებდა გასვლას დიდი მომართვის გამო, ახლა ფიქტიურად დასაქმებული პირების ხელფასების ნახვა შოკში ჩააგდო. ყველა მომღერალი, რომელიც აუზზე გააფორმეს, მასზე ანაზღაურებადი აღმოჩნდა. რა საჭიროებები აქვთ ამ ადამიანებს იმის ფასი 1 წლის განმავლობაში რომ უფასოდ იღებდნენ ხელფასს და ვთქვათ აი ბენეფიტის სახით გამოეყოთ, იმაზე მეტი რა საჭიროება აქვთ ვიდრე მე 4 შვილის დედას, რომელსაც ერთადერთი შემოსავალი დამაკარგინეს მხოლოდ კონსტიტუციის დაცვის გამო. მე მართლა მგონია რომ რაღაცა ალბათ მუსიკალურად გააფორმებენ ცურვის, ბავშვების ცურვის გაკვეთილებს, ზუმბაზე შეუძლიათ იმღერონ და დანარჩენები ვიცეკვებთ, ჩავეწერები მაგაუზე, მაინტერესებს რომელიმე რამე ფუნქციით თუ იქნება დაკავებული. ვიდრე აუზზე ცნობილ მომღერლებს ახალ სამუშაო ხელშეკრულებას გაუგრძელებენ, მერიიდან პოლიტიკური ნიშნით გაშვებული საჯარო მოხელეები კალაძის უწყების წინააღმდეგ სამოქალაქო დავას იწყებენ.